მოგესალმებით ბავშვებო, თქვენ ყოფებით ლიკუნა ლიკას არხზე. დღეს გადაწყვეტე გამეკეთებინა ჩემი ძველი ბლოკნოტები, ჩემი ძველი ბლოკნოტები მენახებინა თქვენთვის და ახალსაც განახეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველასრი არა თავში აზრი არ მომდის, რაც გადავიღო ვიდეოები და ამიტომაც გადაწყვეტე, რომ ჩემი ძველი ბლოკნოტები მეპოვა და მაგაზე გადამიღო. პირველი დავწყობ, რა თქმა უნდა, ახალ ბლოკნოტით. სანამ ძველებს ვიპოვე, ახალთან დავწყობ. ახალი გამოიყურება აი ასე. ეს ჩემი დაბადების დღეს ვლოგში გამოვაჩინე ეს ბლოკნოტი. როგორც გითხარით იმ ვიდეოში, ამ ბლოკნოტებში მიწერია ფილმები. თუ იმ ვიდეოს ნახვა გინდათ, გადაადეთ ჩანასახმრზე და უყუროთ ჩემი დაბადების დღის ვიდეოა, ხონდ ცოტა ნაწილი. ესეთი ფუცლები აქვს. ეხლა უკუნიდან განახევთ. აქ პირველ გვერდზე მიწერა ჩემი სახელი და გვარი და როდის ვიყიდე, ეგეც დავწერე. აქ უკვე ფილმები მიწერია. ბევრი ფილმი მიწერია. ცოტა გადაგვა. მარტო ეს ერთი გვერდი იკრობს და სხვა გვერდი ვაფშე არ იკრობს. ანუ ყველა გვერდს განახებთ. ანუ აქ მარტო ფილმები არ მიწერია. მიწერია კიდე კინოები, მულტფილმები, სერიები და ეგეთი რაღაცები. აქ გავჩერდი. რა თქმა უნდა, კიდე გავაგრძელებ. ეს დღეს დავწერე. და ნახეთ ტელეფონი სად მიდევს. აი აქ მიდევს ტელეფონი. ჩემდანზე მიდევს ტელეფონი. რა თქმა უნდა, უკანაც მიწერია. რაღაცები, რაც მაინტერესებს, ნახოთ მინდა. ეს შემაჩნევლის პასუხებიც მაქვს. აქეთაც შემაჩნევლის პასუხები მაქვს. და აქეთ უკვე ჩემზე დაწერეს ჩემო მეგობრებმა. ეს ხუმრობით დაწერა თამუნამ. ეს ლიზი დაწერა, ეს კი ლიკამ დაწერა ჩემო მოსახელე კლასემ. ეს სასაცილოა. ეხლა სადღაც მექნება მაღლა თაროებზე. ის ძველი ბლოკნოტი და უნდა ავიღო და განახოთ, რა თქმა უნდა. წვნის პროცესში ვართ. პირველია. ოდის ვარ. შემოვდი. Let us set პატარაჟი პოვე. ანუ აქეწერა ლექსები, ვინც მაჩუქა, გონი მან დაწერა ეს ლექსები და იყვეს ასე. და ვინც დაწერა ეს ლექსები ხო იმ მაჩუქა. გონი თავის მოფიქრებული ან შეიძლება არა. ამას თეთრი ფუცლები დავაკარიზები და რაღაცები დამიხატე ჩამიწერა და განახებთ ახლა რა დებლობა რაღაცები მიხატე და მიწერია ამ იმაში ბლოკნოტში. ყველაზე მეტი რაღაცა მგონი ამ ბლოკნოტში არის რა არის ვერ გავიგე. ეს ნომერებიც არ ვიცი.
ხელოვნების ნახატი არის ძალიან ლამაზი ქული არა. აქ კოლექცია. აქ ჩემ ნახატი მეზარებოდა და ყველგან ფურცლებს ვერ დავაკლებდი. აი ეს რა არის გამოგევნეთ. მარიამი ანასტაცია ლის რა ეს ვალები მონიშნეთ. პრანი ეს მეხუთე ფუიმი მასაშე ბევარ ადამიანი onu იქნებები ნუ ავსიანი დაუდებელდაბრაზია ვიხსი რა ჩინურენაზე ვიცერი სახელი ლიკა გვარი ციკლაური წლის 20 წლის ვარ ხალხო ის 14-ის სახელი ანა გვარი ბუხრაძე ამას ვთამაშობდით მაღაზიანობას გონი და მანდ ბანკოვანს ვთამაშობდით და მაგის გამო ვწერდით ამ ყველაფერს ბევრი გვიწერია ამ სახელს ვიფიქრებდით ზოგი თავის სახეს იცახდა რაც ერქვა ანუ რას გავს ეს ბუცი ოკეი ვაუ გილოცა ბედნიერი იყავი გინდა ვეწერო ეს თუ მე დავწერე და რატო დავწერე ლოლის ხატავდი და ვაუ მეთქი ანუ რო ხატავდი მეგონა ყველაზე მაგარი ლამაზი იქნებოდა ძალიან ლამაზი მქონდა ხატული და ეხლა რო უყურებ ძალიან მახიჭია ვაუ ძალიან ბევრი რაღაც საქმე ხატია აი კიდე ერთი ლოლი ეს რა ციფრებია ვერ გავიგავ 1 5 2 4 7 5 8 9 3 8 8 7 2 3 6 4 5 ანუ აქ თვითონ წერდი ანუ რავი რასო იქვიათ ეს ანუ საგრილობლები ესენი what cute no cute თონგერ ინგლისური ვიცი მოკლედ კიდე ციფრები ეს კიდე ლოლი გონი მორჯა გონი კიდე ერთი ლოლი ლექსი თუ ლექსის გაინტერესებს რა წერია უბრალოდ დაასტო აი კიდე შენ მოდი კიდე ნახატებს ვიპოვე და ნახატები როგორ ჩანს აღარ არის კიდე სამი ცალი ვიპოვე ეს სულ დამავიწყდა მეთქი ტელეფონი დავარდა და ამაზე სულ გეუბნებოდით თუ გინდათ გაჩვენოთ ჩემი ნახატები მეთქი და ლაიქით ვიდეო მეთქი და არ გინდათ ლაიქ ეგრევე განახეთ იმიტომ რომ არ ვიცი რაზე გადავიღო ვიდეოები და არ ვიცი რები ვილაპარაკო მოდი განახოთ ეს ბლოკნოტი ეს არის ის ბლოკნოტი რომელიც განახეთ პირველ ვიდეოში ან შესაძლოა პირველ ვიდეოში ანუ გადაცეთ და ნახეთ როგორი ლამაზი იყო ის ბლოკნოტი და ეხა როგორია შიგნით თუ რამე დარჩა განახეთ დარჩენილა კი ეხლა ნახოთ როგორია შიგნიდან რა თქმა უნდა ყოველთვის ნახატებია და უკვე მომიჭირავს ეს გონი აქ დონიტოს ხო
ბლოკნოტი. ჩემი ძველი ცხრილი. აქ მეწერა მულტფილმები და ფილმები, რომლის ყურებაც მინდოდა, იმიტომ რომ ველოდებოდი ახალ ბლოკნოტს და იქ ჩამეწერა ეს ფილმები და მგონი არ ჩამიწერია და დამავიწყე. ეს და ჩამოწერა არაფერი. გოტო. ეს ფუცელია. გახსენ. ისეთი არაფერია. ოკეი. აქ დამიწერია ლიზი გილანოვამ ჩემზე. თუ გინდათ იკითხეთ. ახლა სულ კანფურცელზე ასეთია. ეს არის ჩემი პირველი გაფორმება, რომელიც საშინლად არ მომწონს და დავიჭიროთ. ეს ჩემი პირველი ამ ბლოკნოტში. ანუ ვაკეთებდი და მე გავაგრძელე ამის კეთება სახში. გარეთ ვაკეთებდი. ეს არ ვიცი რებია. აქ უკვე მიწერია ამ გამოცანები თუ ამოცანები როგორც არის, რაც არის. ტახტის ალთა პალთა მუცელზე აქ ჩანდა. რა არის? კურდღელი. კენგურუ. ეს ჯოკერს თამაშობდით. აქ დავწერჩე მეგობრების სახელები. აქ გავაფორმე. ეს ყველაზე კარგი ფორმებაა და ეს დამომწონს იმინა ცა. ანუ ეს გადავიხატე რა. გონი მორჩა. არ მორჩენინა. აქ სპორტის მასწავლებელმა ჩაგვაწერინა ფიზიკური აქტივობები და ეგეთი რაღაცები. აქ ლექსების წერა დავიწყე. ეს და აქ რო ვეღარაფერი მოვიფიქრე დავიტოვანე. ეს რაღაცის დაწერა ჩახატვა მინდოდა და ესენი როულიდან გადავიწერე და ეს მე გავაკეთე რაღაცები და ეს რა. ესეც ცხრილი, ოღონდ ესეც ძველი ცხრილი. ხო. კიდე არის ბევრი და მგონი ეს ვიდეო ძალიან დიდი გამოდის. მგონი. კიდე არის ეს პატარა ბლოკნოტი. ბლოკნოტია თუ არ ვიცი. ამას მაფიას ვთამაშობდით და ეგ წერია თუ ჩანს არ ვიცი. აქ რა ვიცი რა. აქ მამაზე დავწერე ლექსი. თუ გინდათ წაგკითხოთ. თუ კარგად წავიკითხო რა თქმა. სულ დედაზე რომ ყვებით ლექსებს. მამამ რა დაგვეშავა? მამაც ჩვენი გულის კარია და ჩვენი სიცოცხლე. მამა სულ კარგ გზაზე გვაყენებს და ღვთის მომაც რომ მომავალში არ წავაგოთ. მამა ჩვენი სიცოცხლე და გულის კარი. კიდე დამჩა. უკვე ნევრები. ამ ნახატებს ბოლოში განახეთ განაგდება. უკვე ენა ამებლანდა. ეხლა განახეთ აი ამას ელიზას და ანას ბლოკნოტი. ეს იყო ჩასაკეტი ბლოკნოტი. ჩასაკეტი ბლოკნოტი გაბრჭდა. რა ეს დიდი მაქვს. პირველ რიგში მიწერია ლექსი. შენ ბუხარი ქონდენი და აჩაგნები ჯარი. გარეთ ჯარი. ანუ აქ 100-მდე წავედი რა. რადგან არ ვიცოდი რა გამიგდება. აქ ტელეფონი და კალამი. ტელეფონი მეთქი.
პუტი და კალამი დავხატე. აქ კალამი, კლიტე, გასაღები. ამას რაც გონდა ისინი. აქ ანუ ამ ლექსი იმენა ჩავვი. მას ვქენდი. სულ ვიხვევდი ხოლმე ამ ლექსს რა. ბაღში ვისწავლე და დღემდე მახსოვს და როცა მივედით სკოლაში, ერთ ჩემ მეგობარია ქეთირა და მაგას უნდა ამ ლექსის თქმა, მაგანაც ეს ლექსი დაიმახსოვრა და უნდა რომ ეს ლექსი ეთქვა და რო გავედი რაიმე ლექსი მოყვევიო რა. პირველი კლასი რო დაიწყო და გავედი და მოყვე ეს ლექსი. ისეთი საშინელი სახით მივხურებდა ქეთი მერე ალბათ შევზისხდი მაგ დროს. რანაირი ვიყავი. აქ უკვე ამბას ვწავლობდი ინგლისურ ამბას. თუ სწავლა ქვია ამას. აქ გადავიწერე ის ლექსი, აი რო დაგათვალიერებინეთ, აი ეს ბლოკნოტი. აქ დავიწერე რომელიღაცა ლექსი და არ ვიცი რომელი ლექსი გადავიწერე და იმედია ჩემი ხმა აქ კარგა ისმის. მე ხლა მინდა რომ მამამ მიყიდოს პლაჟეტი რომ თამაშები ვითამაშო და თამაში განმოვიწერო და კიდევ წამიყვანოს სხვაზე, იმიტომ რომ გავერთო. მაგარი სურვილები მქონდა ბავშვი. ეს რა არის ანას კბილი დაჭირი. პირი როიო ის რა არის? დავალებებია. ესეც დავალებებია. ესეც. აქ გადავწყვიტე რომ მანიკურები წამესვით ერთმანეთზე მემეკვრო და გადავიდა მეთქი და აი ხიას უფუძელი. ტელეფონი მაქვს, პლაჟეტი დარჩა. თმოდა გონი იმედია უნდა ეწეროს აქ. იმედია ახალ წელს მიყიდიან პლაჟეტს იმენისეთ სურვილები მქონდა. აბა სულ პლაჟეტებს რო გავიცავ. ეს არის შედევრი მეგობრა. აქ მე დანია ვეჭირებოდი დახატვაში. ანუ ეს არის ნიაკოს დახატული. ეს ჩემი დახატული რას გავს? არა დაიც ეს არის ჩემი. არა ეს არის ნიაკოსი. ეს ჩემი? მე ხატავ გონია გუნდა. ერთმანეთი დავხატეთ. ეს მე ღერთო. ეს ნია ცოტათი გავს ხო იცი? ეს ხა კოდიკო დავხატეთ, ეს მე დავხატე, ეს ნიაკომ დავხატე. ან მოატყვეთ რომ ეს არის ჩემი დახატული მეთქი და ეს ნიასი რომ შეფსებინათ კარგად რა. ანუ ვონ მოატყვები და უკან ელიზა და ანა მიხატია. ეს თუ ანუ ეს ელიზა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს გამოვიდა ელიზას დიმაღიჩი. ანუ როგორც თქვი ეს ვიდეო გამოვა ძალიან დიდი და ბოლო როგორც იქნა ეს გამოვა სადღაც 20-იანი 20 კი არა უფრო მეტი. იმედია ჩემ ტელეფონში ამ ყველაფერს დაიტევს და დავდებ. თუ არა და ნაწილებად დავდები რა, პირველ ნაწილი და მეორე ნაწილი.
და ბოლოს ნახატები. ეს ვიყიდე ჩემ იქით დაბადების დღეზე, რომ დამეხატა რაღაცები რა. და პირველი რა თქმა უნდა იქით დაბადების დღეს რაც ვიყიდე პინგვინი ის დავხატე. და ნახეთ რა ცაკალელია. მეორე ვა ტიტული რა გრატაა თუ ხულ დავხატე ჭოფლე. მესამე მეოთხე აკვე კაბების ხატვა დავიწყე. აკვე შარულებისაც აქ უბრალოდ რაღაც დებილობა უნდა გამიეტებინა და გადავიფიქრე და აქ რაღაც დებილობა დავხატე და ხო რა ეს არის ჩემი კლასის დახატული, ეს არის ჩემი დახატული. განაგადო. საუკეთესო მეგობრები. ლობე. ეს ჩემი დახატულია. აწერია კიდევაც. კაკაში. ეს ჩემი დახატულია. ესეც ანუ ყველაფერი ჩემი დახატული არ არის. ეს ნუ რაც არ იქნება იმას ვიტყვი რომ არ არის რას ეს გავიზა. აწერა კიდევაც ნია ბუხრაძემ დახატა ეს ნახატი. ანუ ჩემი ნახატი არ არის. არც ეს არ არის ჩემი ნახატი. ესეც ნიამ დახატა. ეს ლისიმ დაწერა. არაფერი. ეს ჩემი გასენმა ლუკამ დახატა. ანუ ეს ნახატი ძალიან მოწონს. ეს არის ჩემი დახატული და ძალიან მოწონს. ათიკულად ჩემმა კლასელმა დამიწერა. ლისიმ ესეც ფავორიტ წარიელი ფიცელი ლიკა ანუ ეს ამ ბოლომდე არ არის დასრულებული და ამიტომაც არის ესეთი რაღაცნაირი. ოკეი, ეს არაფერი. იქ ჩემი დახატული არ იყო. ეს გაბები. ესეც და ესეც არის ჩემი მოფიქრებული. ანუ აქ რაც ხატია ეგ უნდა დამეხატა. მაგლი ანუ ძალიან საშინელი გამოვიდა. ეს ნახატი ჯობია აი ამ ნახატს. ეს რა ვაფშე ეს კალამი და გადავიხატე. ეს კალამს ხატა და გადავიხატე. ეს კაბაცა მომჭის. ოკეი. ეს ტიჩი. ეს აღარ მახსოვდა. კონექტორდება კი. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ და ძალიან არ მოიწყინეთ ამ ვიდეოზე. თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. subscribe აწერია. მაგას დაწითელი.
ხო და ნახვამდის.